სტრუქტურებთან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა შორის პირველი წინასაარჩევნო დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დებატებში მონაწილეობას კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული მხოლოდ 3 კანდიდატი დათანხმდა. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. დებატებისათვის 4 კითხვა კვლევების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მიერ დასახელებული ყველაზე აქტუალური თემებისა და მედია საშუალებებისაგან გამოგზავნილი შეკითხვების მიხედვით განისაზღვრა. ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა სისტემებია, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა პასუხები პირდაპირ ეთერში გასცეს. გამომსვლელთა რიგითობა და კითხვა-პასუხი გადაცემის დაწყებამდე კენჭისყრით განისაზღვრა. მადლობა, მოგესალმებით ეკა პირველ რიგში თქვენ. სამართლიანი ტარიფების დამკვიდრებისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რითიც ვაპირებთ საქართველოს მოქმედ ბიუჯეტში 1 მილიარდიანი თანხის გათვალისწინებას, რომელსაც პირდაპირ მივმართავთ ქართულ ენერგეტიკაში და მათ შორის თელასის, ენერგოპროს და სხვა რუსეთზე გასხვისებული ელექტროკომპანიებისა და გამანაწილებელი კომპანიების საკონტროლო აქციების გამოსასყიდად. ჩვენ ვაპირებთ სახელმწიფო კონტროლის აღდგენას ენერგოპოლიტიკაზე, ენერგოს სატარიფო პოლიტიკაზე, ვაპირებთ აქტიურ ინვესტირებას საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებში იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის და წარმოების. ჩვენი პროგრამის ყველა მუხლი ითვალისწინებს დასაქმებას. ჩვენსაც საუბრობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ 4 მილიარდი არის ინვესტიციას ველოდებით მომავალ წლებში, ეს არის 80,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენსაც საუბრობთ, რომ საქართველოში და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ტურისტების რაოდენობა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში ჩვენ ვამჩნევთ ძალიან უამრავ ტურისტ ჩამოსულ საქართველოში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ 4 წელიწადში 7 მილიონამდე მიაღწევს ტურისტების რაოდენობა, ეს არის დამატებით 140,000 დასაქმებული ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშინებთ 17 თესლს და 17 თესლის შენობა საქართველოში უკვე პრაქტიკულად დაწყებულია. ამ თესლების შენობაში დასაქმდება 13,000-ზე მეტი ახალი მაღალკვალიფიციური ადამიანი. ასე სამუშაო ადგილები დაპირებებითა და ფანდურის მხრით ნამდვილად ბუნებრივი არ იქნება, გარდა იმისა, რომ საჭიროა კლანების დამსხვრევა სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეხლა დეტალებზე თუ საჭირო იქნება მე კიდევ ვილაპარაკებ, ან კითხვები დამისვით, ასევე აუცილებელია სოციალური გარემოს გარდაქმნა, ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, რომელიც ვერ იღებს ატესტატს, ვერ იღებს დიპლომს, ვერ ამთავრებს მაგისტრატურას, რა სამუშაო ადგილის პრეტენდენტი იქნება, ვინ მიიღებს ამ პირობებში სამუშაოზე, როცა თქვენ აუცილებელი წესად თulit ინგლისურის ცოდნას და კომპიუტერის ლამის ბილ გეიტსის დონეზე ათვისებას. ამდენად ასევე საერთაშორისო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რეზერვაციაში დაგეტილი ჩვენი ხალხი უნდა გავიდეს რუსეთის ბაზარზე. დებატების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში გადაინაცვლეს ჟურნალისტების კითხვებს ქრისტიან დემოკრატებისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა უპასუხეს. მათ დებატები შეაფასეს და საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას არ მიიღო მონაწილეობა დებატებში ამ მრჩევლებისადმი უპატივის მცემლობა უწოდეს. ეს ფაქტი შალვა ნათელაშვილმა ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააპროტესტა და გადაცემის წამყვან ცარიელ ტრიბუნასთან პინგვინის ფოტოსურათის დადება მოსთხოვა. მოგვიანებით კომენტარი აკეთა ბიძინა ივანიშვილმაც დებატების ფორმატს ის აბსურდულს უწოდებს და კვლავ თავის მოთხოვნებს აყენებს. ვითხოვდა დღესაც ვიმეორებ, რომ კეთილინებოდა რეალური დებატები დააფუძნონ და დააწესონ და მიაღებინონ ხალხს დებატებში მონაწილეობა და შესაძლებლობა მისცენ მოსახლეობას ნახონ კანდიდატები და შეადარონ. და ის ინფორმაცია, როგორიცაც ისინი აკეთებენ, აბსოლუტურად აბსურდულია. არ მოდიხარ კამათზე, წაგებული გაქვს არჩევნები. არ გამოდიხარ რომის კოლიზეიში, გლადიატორებთან ურთობრძოლაში, აღარ ახარ გლადიატორი და ცოცხალი თუ დაგტოვა კოლიზეიმ კენჭისყრით კიდე მადლობა თქვი. ეს არის პოლიტიკის, ბუნების და ბიოლოგიის კანონი. დღეს იზღა დარჩა ამ ორ ხალხ სრულ პოლიტიკურ ძალას გაუქმნონ თავისი სიები ის კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საჭმელად ემზადებიან ახალ ეტაპზე რომ ახალ პარლამენტში რომ მოვიდნენ, გაუშვან სახლებში. მაესტროზე, კავკასიაზე, მეცხრე არხზე კარგია, რომ ეს დებატები ეწყობა, მაშინ მონაწილეობას ღებულობს ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ერთად და მათ შორის ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც. და ეს არავის გაუპროტესტები. ანუ თუ ეს მისაღები არის რომელიმე სხვა სტუდიაში რატო არის ეს მიუღებელი IFS-ის და USAID-ის და ზოგადად ამერიკელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მართლაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ორგანიზებულ დებატებში. საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემდგარი დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა შეაფასა ჩიორა თაქთაქიშვილ